ამერიკის ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით დაიბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ტარიფების დიდი ნაწილი, ვინაიდან სასამართლომ დაადგინა, რომ მან პრეზიდენტის უფლებამოსილებას გადააჭარბა. კერძოდ, მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ განაცხადა, რომ ამერიკის კონსტიტუცია კონგრესს უფლებას აძლევს სხვა ქვეყნებთან ვაჭრობის საკითხები დაარეგულიროს. სასამართლომ ორმხრივი ტარიფები 20%-დან 50%-მდე 60 ქვეყნის პროდუქციაზე გააუქმა, რომლებიც ზალაში 9 ივლისს უნდა შესულიყო. ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. ილონ მასკი თეთრ სახლს ტოვებს, თუმცა მისი დეპარტამენტი დოჯი ფუნქციონირებას გააგრძელებს. სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მასკმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს იმისათვის, რომ მიეცა შესაძლებლობა ემართა დოჯი. საერთო ჯამში დოჯის საქმიანობამ 300,000-მდე ფედერალური მუშაკის გათავისუფლება და სახელმწიფო ბიუჯეტში 160 მილიარდი დოლარის დაზოგვა გამოიწვია. მასკის უწყების რეკომენდაციით სტრუქტურული ცვლილებები გატარდა 27 სამინისტროსა და საჯარო უწყებაში, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამ ფაქტის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ მასკს ქვეყანაში უმუშევრობის დონის გაზრდის მიმართულებით აბსოლუტური რეკორდი აქვს, რადგან მსგავსი რამ აქამდე არავის გაუკეთებია. საერთო ჯამში მასკის საქმიანობის გამო მისი კომპანია Tesla იმდენად დაზარალდა, რომ მისი მსხვილი ინვესტორები გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მის გადაყენებას განიხილავდნენ, თუმცა სანამ ეს მოხდა, იქამდე მასკმა თავად განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან ეტაპობრივად წავიდოდა და სრულად გადაერთვებოდა კომპანიების მართვაზე. ეს ამბავი ინვესტორებმა დადებითად მიიღეს და სწორედ ამიტომ Tesla-ს აქციების შეფასება ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. ლეგენდარული ავტომრბოლელის მიხაელ შუმახერის ფერარის ბოლიდი, რომლითაც 2001 წელს გერმანელმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მეოთხედ იტალიურ საჯინიბოსთან ერთად კი მეორედ მოიპოვა, მონაკოში გამართულ სოტბის აუქციონზე 18,2 მილიონად გაიყიდა. იტალიური საჯინიბოს ინჟინრების მიერ 2001 წელს შექმნილი ეს ბოლიდი ვიათი ტიპის 3 ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 825 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამ ბოლიდით შუმახერმა 13 ჯერ დაიკავა ადგილი პოდიუმზე, ხოლო 10 რბოლა პირველ ადგილზე დაასრულა. თავად მრბოლელმა სეზონი 123 ქულით დაასრულა, ხოლო კონსტრუქტორთა ჩემპიონატში აგრეთვე ფერარიმ გაიმარჯვა. საერთაშორისო საავტომობილო კონგლომერატ Stellantis ახალი გენერალური დირექტორი ყავს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი ანტონიო ფილოსაა. CEO-ს თანამდებობაზე ფილოსა კარლოს ტავარეს ანაცვლებს, რომელმაც თანამდებობა თავისი ნებით 9 წლის წინ დატოვა. თავად ტავარესის გადადგომა პირდაპირ კავშირშია Stellantis ბოლოდროინდელ წარუმატებლობასთან, რასაც ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე ავტომობილების გაყიდვების მკვეთრი შემცირება განაპირობებდა. საერთო ჯამში 1 წლის განმავლობაში კომპანიის აქციების შეფასება 55%-ით შემცირებული, რაც მსხვილ საავტომობილო კონგლომერატებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. გარდა იმისა, რომ Stellantis-ის ბრენდები დასავლურ ბაზარზე პოპულარობას 30-40%-ით კარგავენ, მათ ასევე კიდევ ერთი პრობლემა უჩნდებათ, რაც ჩინური საავტომობილო ინდუსტრიაა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და ფასების ომში უდიდეს უპირატესობას იპოვებს. ჩინურ კომპანიებთან მიმართებით სხვაობა განსაკუთრებით საგრძნობია ბიუჯეტური ელექტრომობილების სეგმენტში, სადაც სწორედ აზიური ბრენდები დომინირებენ. ამასთან Stellantis-ის ჯგუფში შემავალი რამდენიმე საავტომობილო ბრენდი მოგებაზე გასვლას ვერ ახერხებს, რაც მათი ოპერირების გაგრძელებას ინვესტორებისათვის წამგებიან მოცემულობად აქცევს. ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Salesforce კომპანია ინფორმატიკას $8 მილიარდად ყიდულობს. გარიგების დასრულების შემდეგ ინფორმატიკას ინვესტორები კომპანიის აქციების სანაცვლოდ 30%-იან პრემიუმს მიიღებენ, რაც ინდუსტრიის სტანდარტთან შედარებით მაღალ მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. Salesforce-ის განცხადებით, კომპანიების შერწყმა 2027 წელს დასრულდება, მანამდე კი გარდამავალი პერიოდი იქნება, რა დროსაც ინფორმატიკა დამოუკიდებელ მენეჯმენტს და სტრუქტურას შეინარჩუნებს, თუმცა მომავალში ის ჰოლდინგის ნაწილი გახდება. ინფორმატიკას ძირითადი ბიზნესი cloud მონაცემების მენეჯმენტია, რომელიც სრულ შესაბამისობაშია Salesforce-ის პორტფელთან. ჰანოიში სტუმრად ჩასულმა პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთსა და ვიეტნამს შორის ისტორიული მნიშვნელობის $10 მილიარდი მოცემულობის სავაჭრო შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში ვიეტნამი საფრანგეთისგან Airbus-ის წარმოების 20 თვითმფრინავს სატელიტებს, საზღვაო ტრანსპორტს, თავდაცვით სისტემებს და Sanofi-ის წარმოების ვაქცინებს შეიძენს. საერთო ჯამში მხარეებს შორის გაფორმებული იქნა 14 კონტრაქტი, რომელთა დახმარებით ვიეტნამსა და საფრანგეთს შორის ეკონომიკური კავშირები გაღრმავდება. ამასთან მხარეები სამხედრო ინფორმაციის გაცვლაზე, რეგიონში კოოპერაციაზე და მშვიდობის მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ექსპერტების შეფასებით, ვიეტნამში საფრანგეთის ლიდერის ვიზიტი პოლიტიკური მესიჯია ჩინეთის წინააღმდეგ, რომელიც ვიეტნამს კონკურენტად განიხილავს. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 70 წლის განმავლობაში ვიეტნამი საფრანგეთის კოლონია იყო, შესაბამისად, ქვეყნებს შორის მრავალწლიანი ისტორიული და კულტურული კავშირი არსებობს.
ჰონკონგში დაფუძნებული სარესტორნო ქსელი DDC Enterprise მომდევნო 3 წლის განმავლობაში 5000 ბიტკოინს იყიდის. ამჟამინდელი ფასის გათვალისწინებით ეს შეწყიდვა კომპანიას დაახლოებით $550 მილიონი დაუჯდება. როგორც DDC-ს მენეჯმენტი აცხადებს, კომპანიამ უკვე შეიძინა $2.5 მილიონი ბიტკოინი და დარჩენილ ტრანზაქციებს პერიოდულად განახორციელებს მიუხედავად იმისა, თუ რამდენი იქნება ბიტკოინის ფასი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია ჩინური წარმოშობისაა, სადაც ბიტკოინის შესყიდვა კორპორაციულ დონეზე აკრძალულია, თუმცა ჰონკონგის კანონმდებლობა DDC-ს ამ ტრანზაქციის გატარების საშუალებას აძლევს.